საღამოშვიდობის ისეთი სისწრაფით გვემატება მოვლენები განსახილველად ბრიფინგამდე ვაცხოვრებენ რაც გარკვეულწილად ასევე ალბათ მათი მთლიანი პროპაგანდისტული სტრატეგიის ნაწილია ახლა ლევანსაც ვუსმენდი რომ მას თქვა რომ ბევრ რაღაცაზე გვასაუბრებენ, იმიტომ რომ მათ შორის ყურადღება გადავიდეს, ხო? მაგრამ ამას ლაპარაკი მათთვის სასარგებლო რატოა, მაგის ახმა მიჩეს. ხო, არა, სასარგებლო არ არის, მაგრამ არც ისე არ ტკივათ, როგორც წესით უნდა ტკიოდეთ, რომ ისინი რომ იყვნენ, თქვათ, რაღაც ტიპის დემოკრატიული ფორმის ძალა, რომლისთვისაც ახლა, თქვათ, პრობლემური იქნებოდა გუნდის შიგნით არსებული პრობლემების მხილება, მაგრამ ახლა ამას თავად აკეთებენ, თვითონ არიან შემოქმედები და ჩემი ღრმარწმენით რამდენიმე ფაქტორია ხო ახლა ბევრი რაღაც ისედაც ითქმება და თავისთავად ლოგიკურიც არის რომ ივანიშვილი თავის ფულს დასდევს ასე კარდა ჯიბე და რაღაც მოკავშირე თუ ყოფილი თანაგუნდელი იმიტომ რომ ბევრჯერ გვითხოვს რომ ივანიშვილი ამ სისტემას უყურებს ძალიან ქურდულად ხო ანუ ის თulis რომ ყველას ვისაც მან ოდესღაც აშოვნინა რაღაც ტიპის ფული ძალაუფლება ხელი შეუწყო და ასე შემდეგ თulis რომ მათ მიერ მოპოვებული კაპიტალი არის მათი და ეს არის რაღაც დროებით ნათხოვარი ხო კრიმინალური აზროვნება ის თulis რომ ხო ახლა ბაჩაშვილის შემთხვევაში მთლიანად ეს არის ხო ის თulis რომ მისი ხელდასმით მისია ეს ფული და ეს არის რაღაც დროებით ნათხოვარი ცალკე საოცრებაა კიდე ხო რასაკვირველია შურისძიებით ხო და მას შორის ტრაგიკული მოვლენები ხო მარტო შურისძიებითაც არა უბრალოდ ის ასე თulis რომ ადამიანებს ასე უნდა მოექცე ადამიანები რომლებსაც მათ მის ფუფუნება მიცა რომ მის სამსახურში ყოფილიყვნენ ისინი უნდა ემონონ ბოლომდე და ამიტომ ყველაფერი არის დროებითი ვიდრე ისინი ემონებიან ან რაღაც მის პირობებს არ გადაუხვევენ და რაც უჩის გადაუხვევენ, მე ეს ბატონყმური დამოკიდებულება იცვლება იმით, რომ ის უბრალოდ თავისას ითხოვს და აი ბოლომდე ანადგურებს, როგორც ეს შეუძლია. ეხლა ეს თავისთავად კარგი არის თუ არა, მე ამაში იმდენად შემაქეჭვი, რამდენადაც მე მიმაჩნია, რომ ეს მაგალითია იმისა, რომ ძალაუფლების კონსოლიდაცია საკმაოდ მყარად მიმდინარეობს და სისტემა საკმაოდ მყარია. მე სიფრთხილით, მაგრამ აი ირაკლი მოწმეა, არაერთხელ გვითქავს, მათ შორის 4 ოქტომბრის მოვლენების წინასწარ შეფასებისას, რომ შესაძლოა ბევრი თუ ორგანიზატორები თუ ვინც არიან ცდებოდნენ იმაში, რომ ეს სისტემა იმდენად მერყეობს, რომ ეხლა ერთი ხელის წაყრაღა ჭირდება, როგორც იმ ღობეს, რომელსაც მიაწვენ, ხო? არ არის ასე და განსაკუთრებით ბაჩიაშვილს ბევრი შემთხვევა რასაკვირველია თავისთავად თვითონ ფაქტი, რომ აირწინახს ვერ ვყიდულობთ 2 წელია ისე, რომ უბრალოდ თავი მაინც დავიცვათ, არა თუ შეტევაზე ვინმე გადავიდეს, არამედ თავდაცვის უზრუნველყოფას ვერ ვახდენთ, რომ სისტემისგან თავი დავიცვათ. ეს ხო მეტყველებდა იმაზე, რომ ესე იგი ძალაუფლების ვერტიკალი საკმაოდ მყარია, მაგრამ ბაჩიაშვილის შემთხვევა იყო ძალიან მაღალი ხარისხის ლუსტრაცია აი ამისი რომ ივანიშვილს დღეის მდგომარეობით ახლა მოგწონს ჩვენ თუ არ მოგწონს ეს სისტემა ძალიან მყარად უჭირავს სხვა საკითხია რომ ეს სისტემა თავისთავად ვერტიკალი მოწყვლადია გარე ფაქტორების მიმართ თუ ასეთი ოდესღაც საკმარისი სიმძლავრით დადგა ხო ერთი წლის თავზე რომ პოლიტიკური კრიზისი ვერ მოიგვარა ეს ამბავი ვერ დაალაგა ეს თავისთავად ხო არის მისი ერთგვარი წარუმატებლობა და წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატებაც მე ვიცი რომ ჩვენ ყველას მე ვიღაცა ამას წინა თქვენ ეთერში ვიყავი და მე ლაივებში ეწერა რომ ეს გოგო რაღაც უსკეპტიკურიაო და ხო და კი იცი რა ოპტიმიზმი არ გვაკლია ეთერებში ასე რა დავიწევთ სკეპსისს მე მაინც მირჩევნია ხოლმე რომ ანუ რაღაცნაირად ჯანსაღი ბალანსი დავიცვა და ასევე შევხედო კრიტიკული პერსპექტივიდან და მათ შორის იმ პერსპექტივიდან რომ აი ეს კრიზისი რომელზეც ჩვენ ვამბობთ რომ მათ ვერ მოაგვარეს მათივე შექმნილია და მათ იცოდნენ რომ ამ კრიზისს ხელოვნურად ქმნიდნენ ამიტომ შესაძლოა აი რაღაც სადავეები გაექცათ თქვათ აი მაგალითად ახალგაზრდები ისე ვერ გააკონტროლეს როგორც მათ ეგონათ შესაძლოა რაღაც კრიზისი შექმნეს რომელზეც ეგონათ საერთაშორისო შემთხვევა ვერ მოიგვარეს როგორც ეს მოლოდინები ქონდათ კი ბატონო მაგრამ თავისთავად თვითონ ამ პროცესის შემოქმედები თვითონ არიან ხო 2024 წლის არჩევნებსაც თავის პროპაგანდისტული ყველა რესურსით ფინანსურით რუსებით ყველაფერს ისე მოიგებდნენ რომ სულ არ ჭირდებოდათ ხალხის აჯანყება და თავისივე ხალხის გაუცხოება ისე როგორც ახლა ეს ვერ მივიდა ივანიშვილი სადაც ეს დაუშვათ დასავლეთს დაელაპარაკებოდა როგორც რომლითაც ის ლეგიტიმაციას მოიპოვებდა კი ბატონო
ეს ნამდვილად არ ვიცი, ნუ გაუთვლელი რა, ეხლა აი გეგმა ბეზე არიან გადასული, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში. ჩვენ კონსოლიდაცია ბოლომდე მივიყვანოთ და მაინც მერე დაველოდოთ რა იქნება და საბოლოო ჯამში ორივე მხარე ასე ვართ, ხო, ჩვენც ბევრი ბერკეტი არ გვაქვს ხელთ, ველოდებით, ვიდრე რაღაც უკეთესი გარემოებები გეოპოლიტიკური შეიცვლება და დადგება ისე, რომ ჩვენც ახალი შესაძლებლობების პანჯარა გაგვიჩნდება, ჩვენში გულისხმობ დემოკრატიულ მოძრაობას, რომელიც თქვათ ამ პროცესებს ეწინააღმდეგება და ივანიშვილს, მაგრამ ნუ აი მისი რაღაც ვერტიკალის გამყარების მცდელობა კი არა, ნუ ფაქტი, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, მგონია რომ ამ პოლიტიკის ნაწილია, ანუ იმის ნაწილია, რომ მე ახლა რაღაცნაირად უნდა ძალაუფლება ისე გავიმყარო, მათ შორის გავიმყარო, იმიტომ რომ რუსების ინტერესი აქ უნდა დაკანონდეს, სანამ ომი დასრულდება და სანამ შესაძლოა რუსული ძალაუფლება შემცირდეს რეგიონული მასშტაბით, მე აქ მისი ძალაუფლების გამყარება უნდა შევძლო, რაც ასევე ამავდროულად ჩემთვის გარანტია იმისა, რომ მე ჩემს სიკეთეებს შევინარჩუნებ, ანგარიშვალდებულება არასდროს არ დამიდგება, ერთგვარი იმუნიტეტი იქნება და მე ამ ქვეყნით შევძლებ დასავლეთთან სამომავლოთაც ვაჭრობას. ანუ მისი ამოცანა ეს არის. ამ მიზანს ემსახურება მაღალი ალბათობით ისიც, რომ ეხლა აი ფულის ამოღების სისტემა ჩართულია და ასევე ის, რომ ყველას ეუბნებიან, რომ აი მე ყველაზე ახლობელსაც, ჩემ შვილს, ჩემს ოჯახის წევრს, ჩემ ღარიბაშვილს, რომელიც ასე ქეჩო, ჩემით ვატარე, ჩემით გავზარდე, ჩემით ვაჭამე, იმასაც კი არ დავინდობ, თუ ჩემთან ვიღაცას რაღაცა შეგეშლებათ. ანუ ეს ერთგვარი გზავნილია, ჩემი მარწმენით გზავნილია და არა იმის გამოვლინება, რომ ეხლა აი შემთხვევით სისტემაში რაღაცეები აერია. ხო, მაქვს ამ ყველაფერს მაგალითად, აი ადამიანებში, ვისთვისაც ღარიბაშვილი 2012 წლის იდეალების განხორციელება თუ შეიძლება ასე ითქვას. ანუ რეჟიმი ვინც მათთვის სისტემის სახეს წარმოადგენდა. ყველაფერში თანაფასი ხდის და ამის თანაფარდობა მთავარი, ხო? დემოკრატიული მონოპოლია. აი რა დაბრკოლებები შეიძლება მას თეორიულად რომ განვიხილოთ, შეექმნას ამ გზაზე. თუ ეს გარდაუვალია. მოკლევადიან პერსპექტივაში არ ვიცი, გრძელვადიან პერსპექტივაში რასაკვირველია, ეს პრაქტიკულად ყველას გაუცხოებას იწვევს და აი ტოტალიტარული სისტემების საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი სისუსტე ის არის, რომ ამ შიშზე დამყარებული ვერტიკალი ბოლოს მაინც ცურავს, იმიტომ რომ აი მუდმივ შიშში მყოფი ადამიანები, რომლებიც აი თან მასთან ახლო უნდა იყვნენ და თან მაინც უნდა ეშინოდეთ, რომ შესაძლოა ყველაზე უწესო, ყველაზე არ კომპეტენტური და საბოლოო ჯამში ესეთები შეგრჩება ხოლმე, ანუ საბჭოთა კავშირი მათ შორის გამოღრგნა ამ არაკომპეტენტურობად და ყველანაირ შინაარსისგან დაცლავ, ხო? დღეს წარმოგვიდგინოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა უკვე პოსტულადიან, სხვა ვერაფერს ვერ გელაპარაკებიან, ხო? იმას ხარ გეტყვენ, რომ დემოკრატია, დასავლეთისკენ სწრაფვა არის, 2012 წლის იდეალები, რაზეც ახლა ირაკლი მიხუმრა, აქედან არავინ არ მოსულა იდეალები რასაკვირველია, ვერ გეუბნებიან და პიროვნული კულტის კომპონენტი შემოგდა. ეგ ნანახი გვაქვს ხო? მე როგორ გრძელდება ხოლმე რეჟიმების ბედი და როგორ უნდა აწიონ ახლა ეს ყველაფერი ამაზე რომ ვისაუბროთ. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ირაკლი კობახიძის ხელით შეიძლება საქართველოში დამყარდეს დიქტატურა. ხელით გასაგებია რომ ბიძინა ივანიშვილი ამყარებს. ხო, ახლა გამხმოვანებელი და ამ პროპაგანდისტული გზავნილების სათავეში დგას ირაკლი კობახიძე ამ წუთას და ნუ ხო ფაქტია რომ დიქტატურა მყარდება და ამ წუთას სათავეში დგას კობახიძე. ეხლა ივანიშვილი როგორც რგოლი რო გამოაცალო კობახიძისგან რა დარჩება, ცხადია ამაში არავის ეჭვი გვეყარება რომ არაფერი არ დარჩება, მაგრამ ნუ ამ წუთას ასეა, თუმცა მე აღარც ვიტყვი რომ კობახიძის ხელით ამყარებს, ანუ ყველა საკვანძო საკითხში თვითონ გამოჩნდა, თვითონ თქვა რომ მე ვდგავარ ამ რეჟიმის უკან, ძალაუფლების უკან მე ვდგავარ და ყველა დანარჩენი არის მარიონეტი და აი ეს გზავნილებიც მათ შორის ამ დატვირთვის მატარებელია რომ მე ვარ მოვწყვეტ თვითონ დავხდა სპეციალურად და თვითონვე რაღაც წერილებით მოგმართა როგორც ჩვევია ხოლმე. მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, გრძელვადაში ეს სისტემა მყიფეა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სხვა რესურსი არ აქვს, რომ ტოტალიტარიზმი ყვებოს. გრძელვადიან პერსპექტივაში. ახლა რა თქმა შეიძლება განათლების რეფორმა ჩაატარონ ისეთი, რომლითაც განდევნიან მაქსიმალურად
ბევრ მოაზროვნე ადამიანს, იმიტომ რომ ეს სისტემა, რომელიც მათ დაანონსეს, სინამდვილეში არის კონტროლის მექანიზმი, მხოლოდ და მხოლოდ კონტროლის მექანიზმი, ან მხოლოდ მათ მიერ ლოიალური, ხელდასმული, ვიწრო ჯგუფი აკონტროლონ, იმიტომ რომ ბევრს ვერ აკონტროლებენ, ამიტომ მხოლოდ იმ რაღაც პროფესურას თუ პედაგოგებს დატოვებენ, რომლებიც მათი კონტროლირებადია და ვის ლოიალობასაც აი ამ რაღაც დაანონსებული 10,000 ლარებით იყიდიან, რომელიც კაც მარიცი საბოლოო ჯამში მართლა იქნება თუ არა, იმიტომ რომ მაგათ ბევრი პირობა დაუანონსებიათ, კი რა და ყველა და მე არც ერთი არ გამართლებული. ეს იმედი ჩამოკიდეს, რომ აი გაჩვენდით ამის იმედით სოფლებს და ზუსტად იგივეა, რასაკვირველია ეს ასე არ იქნება, მაგრამ ვიღაცების ლოიალობას აი ამ ფორმით იყიდიან, რა თქმა უნდა და უბრალოდ უნდათ რომ შეამცირონ ეს კალათა რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ყველაზე არაკომპეტენტურის და ასე შეიძლება. კი ბატონო, მაგრამ მეორე ამოცანა რაც ამის არის ის რომ ეხლა ჩვენ თუ ისევ გადაგვიყვანეს 11 წლიან სწავლებაზე, ჩვენ თუ პრინციპულად მოგწყვიტეს საერთაშორისო სისტემას, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ქმნი იმ ველს, რომ ეხლა ვინც წავა და გაასწრებს, წავიდეს, დანარჩენებს უბრალოდ აი ამ პუტინისტურ ზომბებად გადააკეთებ, იმიტომ რომ უმეტესობა საქართველოს მოქალაქეები 16 და 17 წლის ბავშვები თავისით ვერ წავლენ ვერსად. ეგ უნდა წავიდნენ მაშინ ბორდინგ სკულებში, რომლის ფუფუნება მხოლოდ ხოცებს აქვს და საქართველოს 90% ამის ფუფუნება არ აქვს. ხო, ეს აქვს მხოლოდ კორუმპირებულ ელიტას. სხვა ამას ვერ შეძლებს და წინააღმდეგ შემთხვევაში 11 კლასს დამთავრებული საერთაშორისო ბაზარზე ადაპტირებადი არ არის. 13 კლასს დამთავრებულებს უჭირთ, რომ იქ სადღაც პირველ კურსზე მაინც ჩაირიცხონ და ესე იგი ეს ჰარმონიზაციის პროცესი საერთოდ მოიშლება, ანუ ვინც აქედან ვერ გაასწრებს, რომ წავიდეს, ის მერე ვეღარც წავა. ეს არის ამოცანა ამისი, რომ აი მერე მართლა შექმნან რაღაც ზომბირებული მასები, რომლებიც აი როგორც პუტინისტური ახალგაზრდული ჯგუფები როგორ ინახავს ყველა ერთნაირად ჩაცმულები, რაღაც ფაშისტური ჯგუფები, რომლებიც ბრმად იქნევენ დროშებს და დათარიან რომ პუტინი დაიცვან გიჟებივით, ხო? აი ესეთი ზომბირებული მასის შექმნა უნდა და ყველა ვინც არ არის ასე თუ ისე მართოდი, ის უნდათ რომ ოჯახებიანა ამოძირკონ აქედან და ეს არის ჩემი მართლმადიდებლობით ამ განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმაცვლილებების ძალიან არც თუ შეფარული ქვეტექსტი. მინიმუმ წმენდისთვის გამოიყენებენ ეგ. აუ, წმენდისთვის საწყის ეტაპზე აუცილებლად გამოიყენებენ, ამ მიზანს ემსახურება ილიაუნის და თესეუს გაერთიანება, რომ იქიდან ყველა კრიტიკულად მოაზროვნე, რა თქმა უნდა, ჩამოხსნა. რამდენ კონკრეტულ ლოჯისტიკურ და სხვა სახის პრობლემას შექმნის აი ეს რომ მართლა როგორი ეფექტურობა ჭირდება ამ ყველაფრის გასაკეთებლად, მაგასაც გულისხმობდი ამ კომპეტენციაში თუ ასე შემდეგ ეხლა საუბრობდი წინა ბლოკებში, კითხვებს რო უსვავდნენ ჟურნალისტები, ნაფიქრი არ ქონდა ბევრ ამაზე, ეგეჭდაბეჭდება დარჩათ. ხო და პროცესში ეს ყველაფერი როგორ უნდა აღსრულდეს ამხელა, ანუ თითო ფაკულტეტი, თითო ქალაქი და იმ მსგავსი კონცეფცია, ამის უკან ამხელა რამე დგას. ამიტომ შეიძლება ესეც აი 10,000 და 5 მილიონი სოფელს არ იყოს, რაღაც დიდი დაპირება და ნაწილი წმენდა შეატარებს, რაღაცა სიზავს იქ გაერთიანებს, იმ შენობას გაყინდის და აქ გაჩერდეს. და კერძო უნივერსიტეტებს დაარტყამენ, საქართველოს უნივერსიტეტის წინააღმდეგ რო გამოაგორეს ეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. ეს არის განსახიერება ეს კაცი ყველაფერი იმისა, რაც წარსულში უნდა დავიტოვოთ წესი. ოღონ ეკონომიკის ამის რომ გაყიდა იქ შენობები. რა თქმა უნდა, მაგაზე არც არის საუბარი, მაგრამ ეს კაცი ნასამართლები არ როგორ აუნდა რექტორის თანამდებობა საერთოდ ან რა გაუკეთებია საერთოდ. არის ეს სიმბოლური პირდაპირ აი საბჭოთა შლამის, რაც არის დატოვებული როგორმე ეხა აი ამათ იცი რა დაენატრება, სიმართლე რა არის იცი? რა ვერ გადაიტანეს დღემდე და რას ელოდებია, რომ აბა როდის მოვა ის დრო რომ სტუდენტად გახდომაში ფული აიღოთ. აი ეს არის მაგათი мотиваცია, სხვა რამე კი არა აქვს. ვერ დაიჯერეს აქამდე 15 წელი გავიდა რომ ეს მოეშალათ. აი ეგ უნდათ რა, ისევ დაждდნენ და აბა ფული მოიტანეთ. აი ეგ არის რეალური კონტროლი არის. 22 წელი, 22 წელი. მაგრამ ასევე გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი აი ამის სიმბოლოა, ის ასევე სიმბოლოა ამ სისტემის მართლობის. როგორ ღრმად კომპრომატირებული ადამიანები ყავთ საკვანძო თანამდებობებზე იმისთვის რომ ისინი აი ზუსტად ასეთ დროს მართულები იყვნენ, ანუ მას გააკეთებინონ ბინძური საქმე, მას ათქმევინონ, მას შეატანინონ რაღაც საქმე აბსურდული და სრულიად პროპაგანდისტულ სქემაზე. კადრებელი რო არის, ხო? იმიტომ რომ მას ხوارჩევაინც აღარ აქვს, იმდენად არის მარტივი ვიზუალი, მაგრამ მე ვასწავლე საქართველოს უნივერსიტეტში და ვიცი, რამხელა ინვესტიცია ჩადებული, როგორი შრომა, როგორი გამართული ინფრასტრუქტურა, ზრუნვა
სტუდენტებს, აბა შედით ვინმე ტექნიკურ უნივერსიტეტში და უბრალოდ მოათვალიერეთ, ან ერთი დღე გაატარეთ. სალერკის სუნი დგას დღემდე ტექნიკურ უნივერსიტეტში. აი მანდარიან ჯერ კიდევ, ეგ ვისი ბრალია, სტუდენტების ბრალი კი არ არის. ეგ არის აი ამ კორუმპირებული კლასის ბრალი, ხო, რომელმაც ამ ხელაქონებას მართავენ და ამას აკეთებენ სინამდვილეში. მართლა ეგ უნდათ რა, ეგ ენატრებათ 20,000 რო ღირდა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხვა, ეგ უნდათ. ვერ დაიჯერეს. ეხა იფიქრეს რომ აგერ ყველაფერი უკან ბრუნდება და ესეც დაბრუნდეს პარემ უკან. აქამდე მიულენ ესენი აუცილებლად ეგ არის რა ადამიანები იფიქრებენ 10,000-იანი ხელფასები ერგოთ თუ არა. დღეს ვინც ამას უჩივით, თორე წესიერი პროფესორი არ ფიქრობს იმას, რომ რასაკვირველია. კერძო უნივერსიტეტები ცალსახად სამიზნეა, საერთოდ ამან განაპირობა ამ ეგრეთ წოდებული ცვლილებების საჭიროება, იმიტომ რომ მათ ვერ აკონტროლებენ, იმიტომ რომ იქ მაინც რაღაც ტიპის რესურსი აკუმულირდება და რაც თავარია, ისინი მართლა თავისუფალ ხალხს ზდიან, ხო? ანუ ისინი ზდიან ახალგაზრდებს, რომელსაც კონიუნქტურა საერთოდ არ აინტერესებს, საერთოდ ვერ არის აი ამ საბჭოთა სისტემას მორგებული უცხო ამისთვის და არ იცის და არც უნდა რომ იცოდეს, იმიტომ რომ ის თავისუფალ გარემოში გაიზარდა და კონკურენტუნარიანი უნდა რომ იყოს და რაღაცა მოერგოს თანამედროვე რეალობებს და ამერე მზად არის რომ ამისთვის იბრძოლოს და ეს ფაქტია რომ ვერ აკონტროლეს და ამიტომ უნდა ეს გენეთრა მაგალითად სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებებში რუსული გადმოსახედიდან უნდა გასწავლიდნენ საერთაშორისო ურთიერთობებს. ხო, ახლა ხარ უნდათ მაგალითად. ხო, რასაკვირველია. რა თქმა უნდა, ისტორიული ლავროვის დიპლომატია არის რაღაც სამაგალითო და სამაგალითო. უფრო მეტიც თავად თვითონ გეოპოლიტიკურ კონტექსტს სხვანაირად გადასცემენ, ანუ ისინი როგორც სასკოლო ისტორიის წიგნებს ცვლიან, ისე საუნივერსიტეტო ინფორმაციას შეცვლიან, თლიანად მოარგებენ აი ამ რუსულ რაღაც იმპერიალისტურ რევიზიონისტურ ნარატივს. ეს ყველაფერი მივა ინტერნეტ სივრცის კონტროლამდე თან. ანუ არ არსებობს რეჟიმი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და თუ ინტერნეტ სივრცეს არ აკონტროლებს, ეს ყველაფერი არის სისულელე, ხა გამოდის სტუდენტს რა ასწავლებს. ამიტომ აუცილებლად აი შემდგომი ტალღა, ამას თუ მოვალევი, იქნება რომ Facebook-ს საჯარო დისკუსიის სივრცებს. ეხა არის რომ აზრის გამოხატვა არის პრობლემა. ინფორმაციის მიმოცვლას, აი ამას აუცილებლად ეს არის ლოგიკური გაგრძელება ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი არ იმუშავებს. ზუსტად ისე იზავენ, როგორც ეს ხდება რუსეთში, როგორც ეს ხდება ირანში, როგორც იქ სადაც სოციალიზმი როგორც ჩრდილოეთ კორეაში აუცილებლად, იმიტომ რომ წინამდელ შემთხვევაში მართლა აზრს მოკლებულია სხვა ტიპის სხვა განხილვის. პრობლემა რომ ირანშიც და რუსეთშიც დიდი ქვეყნებია და თვითმყოფადი ინტერნეტ სივრცეები შექმნეს, იმათ თავიანთი სისტემები შექმნეს მაინც. აი საქართველოს შემთხვევაში მაგრამ ძალიან უმცირესობას საშინელება არის, რა თქმა უნდა, უხარისხოარი, მაგრამ მაინც 80 მილიონიანი არის ირანი კიდე რაღაცებს აწარმოებს. ანუ რუსეთმა ხა ომის მერე კიდე უფრო ჩაკეტა, მაგრამ ეს არის ლოგიკური გაგრძელება. ჩაკეტა რა, იქ არის ეს სოციალური ქსელები, უბრალოდ ინტერნეტის ჯერით და იმის ქვეშ ხარ მონიტორინგის ქვეშ რომ ვერ წერებ ვერაფერს. ცოტა დროც შეება და ბარემ ამ კონტექსტზე გადავიდეთ ზუსტად საქართველოს და რეჟიმის მომავალზე როცა ვსაუბრობთ, არ არსებობს ეს რეგიონული კონტექსტის გარეშე. ახლა მნიშვნელოვანი რამე ხდება, შეხვდნენ ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტი, როგორც აღმოჩნდა ჯერჯერობით ტომაჰავკებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა როგორც პრეზიდენტ ზელენსკიმ თქვა, უარიც არ უთქვამს ტრამპს, რომ განვიხილოთ ახლა რა ვითარება არის, განსაკუთრებით ტრამპის სამშვიდობო გეგმის თვალსაზრისით, ის იმეორებს ამ გზავნილს, რომ უნდა რომ ომი მალე დასრულდეს და ვიცით რომ ამ თვეების განმავლობაში უკრაინამ გარკვეული შეიარაღებაც მიიღო და ასევე რუსეთის გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებსაც უკეთ დაუმიზნა ამერიკული დაზვერვის დახმარებით მათ შორის, რომ მიმოვიხილოთ ახლანდელი კონტექსტი. ნუ აქ ოპტიმისტური პერსპექტივიდან რო შევაფასოთ ვითარება, უნდა ვთქვათ, რომ ნუ ხელშესახები თუ ჩასაჭიდი არის ის გარემოება, რომ კონტექსტი მაინც შეცვლილია ვაშინგტონში, ხო? სულ სხვაგან დავიწყეთ და სულ სხვაგან მივედით და ის პირველი რომ ის პოლიტიკური ნება არ შეცვლილა, რომ თქვათ დროულად დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა ტრამპის გადმოსახედიდან, ეს ძალაშია. და ამავდროულად თქვათ მინიმუმ გაცხადებულია, რომ პუტინის მიმართ თუ პუტინისგან რა მოლოდინებიც ვაშინგტონს ჰქონდა, ის მოლოდინები არ შესრულდა და შესაბამისად, ნუ რაღაც ტიპის პერსპექტივა ყოველ შემთხვევაში ეხლა ვაშინგტონიდან შეცვლილია იმასთან დაკავშირებით, რომ და რეალობის აღქმა არის უფრო ადეკვატური, რომ პუტინს ამ ომის დასრულება არ სურს და თუ ჩვენ გვინდა რომ პუტინმა ომი დაასრულოს, ან მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდეს, მაშინ მას ზეწოლის ბერკეტები, ანუ მასში მასზე
გარკვეული ზეწოლა უნდა განხორციელდეს და ეს ვერ იქნება მხოლოდ რაღაც ლამაზი შეხვედრები და გაუმჯობესდა ტრამპის და ზელენსკის ურთიერთობა. შეუდარებლად გაუმჯობესდა მათი ურთიერთობა და ტრამპის მზაობა რომ ანუ კონკრეტული დახმარება აღმოუჩინოს. თუმცა გუშტელი შეხვედრაზე მაინც მიიჩნევა რომ არ დამთავრდა წარმატებით და არ იყო სასიამოვნო იმ გაგებით რომ ხო არ გვინახავს ის რაც ადრე ვნახეთ, მაგრამ ფაქტია რომ ტრამპს აი მაინც ეს ბუქარესტის შესაძლებლობად განიხილავს ბუქარესტის სამიტს, იმიტომ რომ იკავებს თავს იარაღის გადაცემისგან დამატებით. ნახოთ, აი მაინც დრო გაიწევა. ხო, ამიტომ პუტინ როგორც გამოცდილი კგბ-შნიკი, ამაში რუსები მაგრები არიან მაგაში რა. ხო, დროის გაწევა. აი რაღაც აი ამ ტაქტიკებში. კითხას რომ შეიძლება ორი დროს წელადესო და კი შეიძლება, მაგრამ მე ამაში იმდენად კარგი ვარ ეგეთ მოლაპარაკებაში, რომ შეიძლება ცოტა ხნით მე არ ვიცი რუსები კარგები არიან ამაში თუ არა, ეს არის თავისთავადი მოცემულობა, რომ უკონტროლო და შეუბოჭავი ავტორიტარიზმი ამ თვალსაზრისით უფრო ძლიერია დემოკრატიის პირისპირ, იმიტომ რომ ტრამპი განსხვავებული, ყველაზე ნაკლებად დემოკრატიულია, ვთქვათ, მართლობის მექანიზმებში, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოა საბოლოო ჯამში და ისიც შებოჭილია აი ამ რაღაც ციკლებით თუ ვადებით თუ ელექტორალური რაღაც არჩევნები, რომელიც შეიძლება მისმა პარტიამ ან წააგოს, ან მოიგოს. კი ბატონო, და პუტინის წინაშე არ დგას ეს. კი, და პირისპირ ყავს ახლა მაგალითად ლავროვი და პუტინი, რომლებიც ყველა ადმინისტრაციის წინ ისხდნენ. ანუ არასდროს იქ არაფერი არ შეცვლილა და ყოველ მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე ისევ ერთი და იგივე რაღაცაზე შეძლევენ და რისეტებს და რაღაცებს ჩადიან. ხო, ამიტომ კი, ამ გადმოსავალ მე შეგნებულად დავიწყე ოპტიმისტური პერსპექტივით, იმიტომ რომ რასაკვირველია, ხა ეს დრო ხელს აძლევს პუტინს და არა დემოკრატიულ სამყაროს და მით უმეტეს არა უკრაინას. ამიტომ დიდი მადლობა.